ეხლა კი ვნახოთ სურვილები. და რა თქმა უნდა იქნება 3 სურვილი. 1 2 და 3. გაშალეთ ეკრანი და დაინახავთ ჩემო კარგებო. იმიტომ რომ ნახე ერთხელ დამიკომენტარეს ვერ ვხედავთ და უნდა გაშალოთ ეკრანი ამ შემთხვევაში. Qualche era già fatto la vita di caccia coena. Da tu nie stavi irti. Da tu nie stavi ori. Da tu nie stavi sami. Ai, ხისფერი არის. იგივე შემოგვუნდიშე ცელქოშენ. მეორე ლურჯი და მესამე თეთრი. სად შემხვდნენ კაცო? არა, ეს მაინც სახასიათოა, სხვათა შორის სმაილები რაღაცები ძალიან მიყვარს. ესეთი რაღაცები. სახალისოა თუ სახასიათოა ჩემთვის. ხატარა ბავშვი ვით. ნახოთ აპა სურვილები ჩავიფიქროთ. ვინც ჩაიფიქრა ეს პირველი ცელქი, რომელიც ესე მრავალჯერ გადაბრუნდა გადმოვრდა. პირველი ვარიანტი. თქვენთანო. ჩაფიქრებული სურვილი აგისრულებთ თუ არა. გაუთვალისწინებელი ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ, რომ ეს სურვილი აგისრულდეთ. აგისრულდებათ, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოქმედება. ნახეთ, ეს არის როგორც ფინანსური, როგორც რაღაც საკითხებში, აი დაუგეგმავი საქციელები და მოიშოროთ. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია ის ცისფერი დათუნია. რატო არ სრულდება მეორე ვარიანტი სურვილი მის ეს იმანახე. ძალიან დიდი თვალი არის აქ მამაკაციდანო. და ეს თქვენი სურვილი რაღაცა ისეთი არის, შეიძლება არ ვიცი, იცის ამ ადამიანმა შეიძლება, ან უბრალოდ რაღაცა ვიღაცის ესეთი ძალიან ძლიერი თვალი აფერხებს ამ თქვენი სურვილის შესრულებას. პირდაპირ აჩერებს, პირდაპირ აჩერებს. როგორ უნდა მოიქცეთ აქ ახლა? აი აქ საბოლოოდ ჯერჯერობით არის. ეს თვალი უნდა მოიშოროთ, რა თქმა უნდა. ამ კაცის ენერგია უნდა მოიშოროთ, ვინც არის. იმენა აქვოვებს თხნის ყოლიფერს. მესამე ვარიანტი. ისეთი სიყვარულით მასკენ დავიწყე და ხო ხედავთ გამიმკაცრდა ღაზიათი. მესამე სურვილი. მესამე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა თქვენ, რომ ეს სურვილი აგისრულდეს, უნდა იყოთ მუნჯი. ძალიან ჩუმად. კი, სურვილი აგისრულდებათ, უბრალოდ უნდა იყოთ ძალიან ჩუმად. ნახეთ, მე რომ ვეუბნები ზოგიერთებს, რომ აი ჩუმად იყავი, არ თქვა. ჩუმად ყოფნის ტექნიკას ვერ ამუღამებენ. იცი რა არის, ახლა ეს ადამიანი მე ისე მეხმარება და რაღაცა ავდექი და ყველაფერი ესე ვუთხარი. იცით რა არის, ეს ახლა დედა ჩემი, რა ვიცი და დედა არის და იმიტომ ვუთხარი. ეს ჩემი მეგობარია და იმიტომ ვუთხარი. ხალხნო, ერთმა იცის, ღმერთმა იცის, ორმა იცის, ღორმა იცის. რა მნიშვნელობა აქვს დედა, ახლობელია, მეგობარია, როდესაც გეუბნებით, რომ ჩუმად, ესე იგი უნდა იყოთ ჩუმად. და მეორე ვარიანტი არის, ესე ყველა მიცის უკვე. არ უნდა თქვა,
ესე იგი ამ საქმეს ლაპარაკი არ სჭირდება. არ უყვარს, ან არ მოწონს. აი ბლოკება ის კი იმას კი არ ნიშნავს ეს ადამიანები ცუც გისურვებთ. ამას არ ნიშნავს. არ თქვა არის უბრალოდ. ეხლა აქ უნდა გაითვალისწინოთ ასევე თქვენი რესურსი ობიექტურად უნდა შეაფასოთ რაღაცები. გადააფასოთ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აგისრულდებათ რესურსი. თუ რესურსი არ აქვს, რაში არ არის ეს თქვენი რესურსი, მაშინ ეს უნდა გამოიკვლიოთ და აი ის მხარე, ის კუთხე, ის მოქმედება გააძლიეროთ. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაციები. დალაიქეთ, გადააზიარეთ და აკომენტარეთ, ვისაც არ გეზარებათ. გისურვებთ წარმატებებს დროებით.